თესლის ტიპაჟი ხარ? ანუ რა თესლის ტიპი ხარ? იკვა ძალიან ეგეც რაღაც მიქსტრები ვარ. ტაიპოა ალბათ, მაგრამ რაღაცა თესლი ტიპი ხარ, ნუ მივიღებ კომპლიმენტად. Rolling Stones-ი თუ Dorsey-ო? Dorsey ყველა ვარიანტში. რა? ასე იცი? ამოისუნთქა? არა, Rolling Stones თუ Dorsey-ს ეთქვა, უნდა მოპასუხა რა. Dorsey ყველა ვარიანტში. 19 ატოსთან ერთად რაღაცა გადაცემა უნდა მოუხოდოთ რა. კაცი დავსვათ და მარტო კომენტარებში ხო, აი დაჯდეს და ეს ფეხ-ფეხზე რო გადაიღო. გოგი გვახარია რო გახდე რა, იმის YouTube-ის. დაჯდა განიხილე რაღაცები შეჩემო. რა? გოგი გვახარია ფილმს განიხილავდა, ხო? შენ მუსიკაზე ილაპარაკებ. ხა შიგადაში 19 ატოსთან ერთად. 19 ატოს ამ მაგარიანა, 19 ატოსთან ერთად. არგენ გავაკეთოთ? რა? 19 ატოსთან ერთად გადაცემა. ესე თქმით ვლაპარაკო ცოტა ის. თუ გინდა ანუ სპეციალი რა 19 ატოსთან ერთად. და ყველა თემას მივედმოვედოთ? ჩვენ თემებს თუ მე უნდა ვიყო მარტო. შენ დაждები და מחარა როგორც კითხულობს თემებს ჩვენ დაგიწერთ სცენარისტები და შენ ამ თემებს ბაზარი არა გავაკეთოთ ეგეთი ვიდეო თუ გინდა. აი აი ხა სახეებს ვატყობ ავტოვანებას და აი მეგობრებო ჩვენ ვართ ყველაზე კრეატიული არქი რაც ყლეობას ვიტყვი ხოლმე და გავაკეთოთ დავაბრეხვე ხა რაღაც ხამეთ ატოსთან არ არის ეს შეჩება გავალ თუ გიდა მართლა მოუწევ და აი ეს არის აი ნახე იმენ რა სეტაპია შეჩემა სოდოს ლუკას აწყობილი ეს უკვე რაღაცა სექსუალურ გადაცემას გავს 19 ატოსთან იწყება ეს 19 ატოსთან ეს უკვე ეპატაჟური გადაცემა. სექსზე უნდა ვიბაზროთ აქ. super გიორგი კავალტოზე და იუნა შაფათავა იყოს პირველი წვდომარი. არა, მარტო უნდა იყოს ხო, ეგ თემი მოვა. ანთო ის. კარგი, მოკლედ ერთი წამით კითხვა იყო ერთი კიდე რა, ოზი ოსბორნი თუ რონი ჯეიმს დიო და ამას უპასუხებ რა თუ შეიძლება. გააჩნია რაპონჩი. ანუ როგორც ვოკალი რონი ჯეიმს დიო, როგორც წერალი და ავტორი ჩემი სამუშაო ცვლად ამთავრდა მეგობრებო. კარგად იყავით, გიტყვებთ ატოს. თელი ღამე იყავით თუ გინდათ ერთად. უღრმესი მადლობა სპონსორებს, ევროპობს, ლუდ 5-დანოლს, რომელიც არის იმპორტული ლუდი, უმაღლესი ხარისხის გერმანული პრემიუმ ლუდია. დანარჩენს გააგრძელებს ბატონი ვახტანგი, იმიტომ რომ ბევრი კითხვა. შენთან კითხვა არის ფოტოშორის. ბრძოლი გვაკლია ნეაპოლისკენ მივდივართ და ულვარს გაგვაყოლებო? აი დავამთავროთ ხომ მართლა. აპონტია წავიდა ტიპი შეჩემა და მარტო ხო მაინც არ მისმენდი და როგორ არ გისმენდი? არა მართალი ხარ, ბოლოს კლასს დაგიკიდე კი. აფშე არ გისმენდი. მოდი გუნდის შენს დაჯექი შეჩემა ცოტა ხანი არ გინდა გამოჩდი. ყველას დაენახა რა. აი წავედით მეგობრებო, შემდეგ ორშაბათს, ჰა? ო, ვინ ყალიბი მგიდია, კი 1-2 საათ ვიბაზრებდი შეჩემა. ბოდიში დღეს ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, შეიძლება ბევრი შევიგინეთ. აცა გახასიათებს ხოლმე. და აი ამ კარგი სეტაპით და ჩაბნელებული სტუდიით, დაგემშვიდობებით, შემდეგ ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს და ისევ ვეცდებით, რომ ძალიან საინტერესო და სექსუალურ თემებზე ვისაუბროთ. გამოვნებაა ხო? აქ უშუალო კონტაქტი გაქვს ადამიანებთან, რომელთანაც ლაპარაკობ და იქ იცი რო გაქვს უბრალოდ. და ხო, კომენტატორებმა მაინც, იმიტომ რომ ალცა ისთან მაგის გული. ბევრია. გოგობერიძე არ ვიცით. უკვე შო გადავედით მაგ ინტიმზე. უკვე მართლა თელას მე-9 ბლოკიდან და ეგ ეს რო ჩვენი გადაცემა. ის გადაცემა იყო საღამო ტატოსთან ერთად თუ რა იყო? ღამე ტატოსთან. ანუ დღეში. არა, იმდენი ვლაპარაკეთ შეჩემა რაღაც ჯიმაობაზე, ხა მართლა რაღაც იფიქრებენ, ათე უკან შუკიტო. გოგი გვახარია და გვესპონსორებს. აუ, რა კაი იყო, ჩამქრალი ჩააქრე. ჩვენ მივწექი შეჩემა. საბანი მივიპარე და კარგი ძინავს მართლა ხავს ძინავს ჯაპანესაც ეხა ამდენ გვიყურებ 2000 რაღაცა და მართლა ძინავს 2027 ადამიანი არის ლაივში კიდე აუ ისე წერა რომ შევყვირეთ ვიღაცას რომ აღვიძებდით ქვემოთ რა ფიქრებდნენ და რას ფიქრებდით რასაც ფიქრობდნენ შენზე კაი მოკლედ აუ იმ წამოყვირებით იმედია ვიღაცა გავაღვიძებთ ეხა ნევრები გამიშალო წავედით 5 საათი გისმინე საათი რას იგიჟე ეს არ ამგონია რომ სიყვარული იყოს რა კომენტარია გოგო მიყვარს და ვერ შეუსრულე მირჩიეთო არა სიყვარული შეუსრულეო რა ზუსტად თათო გაიზეგე ზანგარჩევში უსმენ დამშვიდობი დაუტოვოთ და თან შოქში ჩავხოთ მართლა უკვე მახამდე მივედი არა ძალიან სწორ რაღაცაში გადადიხარ ხა ნახე იწყებს რომ შესრულებას ტერმინს გაშლიდა საკაიფო და აუხსნიდა რომ ეს სიყვარული არ არის მომწონს ეს დავай ორი ერთმანეთს ძირფასო მეგობრებო ბაიერნის გულშემატკივრებს და ბუნდესლიგის გულშემატკივრებს კვლავ დიდ ბოდის გადაგიხდით კი არ მოგიხდით უბრალოდ
ეხლა და მე უკვირს ამ ჩემისას რომ ვიღაცა შემოვა და დაწერს კომენტარში რომ შენ რომელი სტატია აღარ უნდა გადაცემის წაყვანა და გადაწერა როდის გახდა ეს გადაცემა მე არ მომიწერია კონტრაქტზე ხელი შენთან რომ 3 საათიანი გახდა ეს გადაცემა და თუ ასე წყურია რაღაცა სხვაც გავაკეთე კიდე რა ფორმულაზე იმაზე ამაზე ან რუბრიკა რუბრიკა რა თქვი არაფერი ვიტყვი მე დღეს გირჩევთ დღეს მუსიკალურ რუბრიკის ეგედით გადაცემის ბოლოს გირჩევთ Grand Funk Railroad-ის ალბომს Born to Die. ვისაც გეთ დაჭიქით? შვენიერი ალბომია, შესანიშნავი სიმღერებით, განსაკუთრებით არის სიმღერა Born to Die. ძალიან მაგარი Deuce არის გენიალური სიმღერა და ასევე Genevieve არის ინსტრუმენტალი, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტალია საერთოდ, რაც დაწერილა როკ მუსიკის ისტორიაში. ასე რომ Born to Die Grand Funk Railroad-ის ძალიან მაგარი ალბომია. ეხლა რა ვქნა მე? ჰა? შუაში ჩამოვიწიო? იცული შეჭამ მე რომ ვαντვიში ხიაი. შეიცვალა შენ თუ ეხლა რა კაია მარტო სოლო გადაცემა იქნება დღეიდან ეს კალა მიდის კალამ გადაწყვიტა რომ დაამთავროს თავისი მოღვაწეობა ორშაბათობაში სექსი თაკოსა კაი მოდი დაემშვიდობე მართლა ხალხს შეჩემ მე ესე დაამშვიდობე კარგად იყო აი მე დაამშვიდობე როს დაამშვიდობი იბოზრე შენ მაგითო გამოვედი რომ გაგიტკბა და მიდი ბორჩი მაქედან მოგისმენთ ვაკედან ამიშნულობა აქვს რა გინდა რა იგი ფეტელი ბორჩი შეჩემა რამდენი ლაპარაკობ ფორმულაზე ხო ამთავრებდი კაიგე ბიჭო თელი გადაცემა მოსაწევად არ გავსულ ვარ შეჩემა ქართულია ალო ისმის პრავაზე სკულტერს პრავა არ ჭირდება ფულკალატოს ვინ წერთ კომენტარებში სხვადასხვის ყველას დაგბლოკავთ მე ეს 1 მეორე მესამ დავიმახსოვრე ხო ეს 4 5 6 მაგ ქვეყანა დატოვე ბაზარი მე ნეაპოლში ვიდივარ შენ არ მიდიხარ რა ეგრე ეს ამ ლეპტოპს წინ დავიდებ ესე რატო ვიგებ მაშინ რა უნდა გააკეთოთ? თოჯინები, გვერდიდან რომ თოჯინები გებაზრებიან ის რა ქვია? სპაკოინი. მოდი რა ამოყავით თავი და შენ იქნები ისა? შენ კარკუშა იყავი და ეს იყოს ის? ნარკუშა არ არის ეგეთი პერსონაჟი შეჩემ. სანდრო და კარკუშა და რა ერქვა იმას? ხრიუშა. ხრიუშა, კარკუშა და ძახს რა ერქვა? გავგაფი თუ რაღაცა. გავგაფი. ძახს რა ერქვა? არ მახსოვს. არავის არ გახსოვთ ძახს რა ერქვა შეჩემ. ძახს რა ერქვა კალა? ვალიერი. ვალიერი. მარტო ხრუშა მახსოვს. აი, შო დავამთავროთ მათ. მადლობა ჩვენ სპონსორებს კიდევ ერთხელ. ჩვენ არა ჩემ სპონსორებს, იმიტომ კალა გადაცემაში აღარა როგორც ხედავთ, წავიდა. გადაწყვიტა რომ მობეზრდა ორშაბათს მუშაობა და ის დასვენება გადაწყვიტა ორშაბათობით. პრობლემა რა არის იცი კიდე? ისმენ. აი ორშაბათობა რომ ძალიან გვიან მთავრდება ხოლმე. მეორე დღეს მაგ პოდკასტის ჩაწერა. და ამ გადაცემიდან იმ გადაცემამდე რაც მომედ რო გადის, უფრო ცოტა საათი მრჩება რომ გამოვისვენო რაღაცა, დავიძინო. ძალები აღვიდგინო რომ მეორე ტიტან ადამიანს დაუპირისპირდე. ხო და? ჰა? იმიტომ რომ მომეცით საშუალება მეგობრებო რომ ეს თელი ენერგია მოგახმაროთ ბოლომდე რა. კარგით, მადლობა ზარისთვის. თქვენ რჩევა გინდათ სპეციალისტის, ხო, როგორც ხვდები? გამარჯობათ, მადან ვახტანგ, გიყურებთ ტელეოჯახით. ერთი რჩევა რა, მინდა მივიღოთ თქვენგან რჩევა. ჩვენი თხარი ძალიან ცუდად და ხომ არ იცით, აი რამე წამალი, რითაც შეიძლება რომ მკურნალოთ, დიდი მადლობა. ანალგინი შველის ხოლმე, როგორც ვიცი. გააჩნია რა ჭირს თხას? თუ გადმორეკავთ და ზუსტად გვეტყვით დეტალებს, რა ჭირს, სიმპტომებს, მაშინ უფრო უკეთესად შეგვიძლია დაგეხმაროთ. შემდეგი, ისმენთ? ალო, გამარჯობა, გენაცვალე, პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, ბრძანეთ. ისმის, მომიტანე ეს ბოლტი შედგამო. მე გიყურებდი ხა ახალ არხზე, თავისუფალ არხზე გიყურებდით და რა არის ეს? რას დაემსგავსეთ? რა? ტელევიზორში ბავშვები ყურებ? შეიძლება? რა გინდათ ბატონო, რას გვერდით? როგორ შეიძლება? რა არ შეიძლება? თქვენი საქციელი. რომელი საქციელი? ფეხბურთზე უყარო გადაცემა 9 საათი ფორმულას ლაპარაკობში. შეიძლება? კარგი, ხო, გაგვექცა ბატონო, ხანდახან ხდება ხოლმე, არა უშავს. ფორმულას არ უყურებთ? და კიდე გათიშა? გათიშა, კარგი. შემდეგი, ისმენთ კიდე ერთ ზარია როგორც ვიცი. გამარჯობა. დიახ. იცით ბატონო ვახტანგ. დიახ. ძალიან საინტერესოდ საუბრობდა თქვენთან წამყვანი და ბატონ გიორგის რატომ არ ასაუბრებთ? მე არ ვასაუბრებ, კაცო? არა, აშკარად რაღაცა საინტერესო თქვენ გააწყვეტინეთ რამდენჯერმე და ეს სტუმარიც ასე ექცევა ხოლმე და ნუ არ შეიძლება ეს, ხო?
ვინ? გიორგის გავაწყვეტინე მე, საუბარი თვითონ დაიღალა, წასვლა უნდა და მეძინებაო და არა, თქვენ ხელში ხა დაიღლებოდა ბატონო ვახტანგ 3 საათი გიყურა. ასნის რომ ჩემ ხელში დაიღლებოდა, ვერ გავიგე. ნუ არ ვიცი, ნუ ჩემი აზრი ეს არის რა. ეს გადაცემა ჩემიც არის, ალბათონო. გამოდი გამაჯვით ხალხო, გამოდი. მეგეთე არ გამიგიათო. კალა არის ჩემი კალა. კაი და ბოლოს არის შეგვიძლია ერთიც. მოვისმინოთ თუ არის მსურველი. კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ ჩვენს ნომერს 67 69 69. მოგეცალმებით, მართლა მნიშვნელოვანია, რომ ტატოსნაირმა ადამიანმა, რომელიც აბინძურებს ქართულ ენას, შეეშვა საერთოდ მსგავსი სტილის გადაცემის წამყვანობას, თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა მოსმენისთვის და რა ვიცი, ალბათ მსგავსი გადაცემები უნდა დაიხოს, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი დოდოხეთი. მადლობა თქვენი აზრისთვის. აი ჩვენ ეგ დემოკრატიული გადაცემა გვაქვს ნებისმიერ მათ შორის უარყოფით აზრსაც საკუთარ თავზე ძალიან მშვიდად მოვისმენთ. დიდი მადლობა ზარისთვის, არ ვიცი ვინ იყო ეს ადამიანი, ჯობდა თავიდან ეთქვა სახელი და გვარი და მე გაიგზელებიან საუბარი. თუ გყავს კიდევ ერთი ზარიც არის. ერთი ზარიც არის, კი ბატონო გისმენთ. უიმე ვახტანგ ეს პალატის კაი რო ღია დავტოვებ საწამოსულ ხარ. ეხავე მოვლენ და წაგიყვანენ ბიძიები. აბა, ჩამოდი ეხავე ჩააქრე შუქი მან დროზე. ნაღდად არ მეგონა თუ მიპოვიდით აქ რა, ნაღდად არ მეგონა. კაროჩე და გაიყვანეთ კაცო ესა. ბლად. ბაიცა ეს მომძურა. ამას მეწამოვიდეთ ამას. შვილი 18-ში. უმცროსი. ანუ იყო 4 წლის. კაი. რამდენი ხანია აქ ვარ? შენ რამდენი? 4 საათი გახდება მალე. იდე კაი ხოლ დასვენების დღე. უბრალოდ დღეს. მე არ მაქვს დასვენების დღე, იმიტომ მე მივდივარ იმაში აქვია. თუ პოდკასტი მაქვს, მეორე წამყვანი მაქვს, ვინც არ მალაპარაკებს ხოლმე და იგლი აქედან. არ მალაპარაკებს, რა გიშლი ლაპარაკს შეჩემა. ბილიცის დროს თუ ვილაპარაკა კონკრეტულად კარგია, დააჭერა კაცმა გიშლი ლაპარაკს. ბილიცის დროს, თორე ბილიცის დროს 5 წუთი ხარ გრძელდება 1 საათია, 3 საათზე გითხარ რომ დატო 3 საათი გავიდა მეთქი პირველზე გითხარ რომ მეთქი ბილიცის დრო მოვიდა მეთქი და რომელია შეხედე შეჩემა. აი ხა მორჩი. როსაკლია 5. მარტო მე რატომ აბრალებ? ხო, ბიჭო, უხურე. შენ თვითონ იმდენ რაღაც პასუხი უნდა გაშალო მე შენ თვითონ რაღაც ანუ შენს დაგაბრალა ეხლა რა, რა ცოტა მოკლედ რომ პასუხეო. ბიჭო, კითხები გაქვს, დოლაციებია წაიგითხენ. კითხები გაქვს ისე რაღაცებზე კიდე შეგვეძლო გელაპარაკე, მე დამაკლა მაგალითად რაღაცებზე მე მგონი კიდე აპირებდი კიდეც, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთზე და ძალიან, მაგრამ შეიძლება ეს მინდოდა მაგაზე საუბარი, მაგრამ შემდეგ გადაცემის შემდეგის მომობისთვის შემოვინახოთ, შეგვიძლია არ მომია პრობლემები გამოილიოს. რატოს? არა, გადაცემას ხა საფტორო გადაცემას და იქ მოგიწევს აუცილებლად. რატო? შენ არ გაინტერესებს თუ რა, გავიგე. ბლიცი ხო არ არის ეგ არა, ბლად. აი დედეს აი რაღაცა მთლელი ChatGPT-ს რო კითხო ამ გადაცემაში რამდენი ვილაპარაკენ აი რო პროცენტულად რო გაყოს აი ხა რო ჩაუ ვინმე გიშლი ლაპარაკებს ბიჭო აი ხა მიშლის რა ხა ის არის ეგეთ შენ ეხა ძალიან ძდილობიანი ხარ და ვერ ჩაერთვები რა ლაპარაკში ეს ნაწილია ეხა რაღაცა აი გადართეთ ხვალ კი არა და ხვალ ხუთშაბათს ფულ პოდკასტზე და უყურეთ რამდენად კულტურული არის კალა მახარა რომ დაიწყებს ხოლმე რაღაცებს როგორ არაჩარება ეს და როგორ ალაპარაკებს იმას ხო არა ფონდი გავიგეთ ეს ფონდი. რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემას? მე პატივსცემს და იმას არა ხო? იქ ხო ჩემ წაღარას ცემს პატივს და მახარას არა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად 4 საათი, ანუ სტუმრებთან არ ვეკითხებით. ხვალ როგორი ის გაქვს რა ქვია, რა განდეგი, ანუ იმ შემოვაგდებს და ლომის გალიაში ანუ საპირფარეშოში გინდა გირეკავენ ტელეფონს სადაც დატოვე ხო ანუ რაღაცა ის კაპალური არის უკვე ის რომ ოახჩი დიმა ობოლოძემ რომ გითხრა და ესა რა ქვია უნდა დავპატიჟე გადაცემაში რამდენი ხანია ხარი აი საათნახევარიდან 2 საათამდე თქო ხوار გადაიდეთ თქვენო და ანუ კიდე რაღაცა გაკაჩა მე უფრო დიდი ხანი შენ ეს აღულ მართლა და დიმას თანაწამყვანი ნოდარა ყავდა 4 საათი მანამდე
ეხლა დავამთავროთ დაგო თორე აი ცა იმას უცებ კითხავს დავუსმენ რა საფათ. 3 საათი და 20 წუთი. ვიცი, მაგრამ უშავს 4 საათი ყოფილიყავ ეთერში. მე ბო არ უწუწო. ბიჭო, გააკეთე, ცალკე გადაცემა თავი დამანები. აი ცა უცებ რა. მე ბო. მოდი ვიცი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ უცებ იმას ჩაგიტარებ. ტესტს კი არა დაქვია მას. ბლიცი. როცა მუსიკოსი ვარ, როგორიც მე და ისეთი ვარ და წამყვანი როცა ვარ, მაინც სტანდარტს ერგები რაღაცას. ну თუნდაც იმიტომ რომ სცენარს მე არ ვწერ გადაცემის შესაბამისად რაღაც კითხვებიც არის რომ რაღაცები უნდა დავსვა კითხვები და ასე შემდეგ. ხებს აკეთებ. აა გეფ უკვე. პილეს უსტნა შემოვიდეს ახლა დააგებ. I want to break free მიდი რა კაბა. კაბა ჩაიცი რა. რა შვები შე. ანუ ორ დაქტოვე, ორზე გადააკეთე? კაირებას ვიზამხეძა. აბა. კაირებას ვიზამოდა აბა. დაიმაგრე ეგ. მოდი შარვალი არ მაქვს. ტაშში უნდა კონდეს ჩაყოფილი ფეხები. სიშველი მოვიჯდე. არ ჩანვარ თქვენ მოდ. ადეკითორცან. ეგინძა. ხო. რა როგორ? აკეთი კითხვა. მე რა მოხარ ნაჭავარიანი და მიშა სააკაშვილი. მებო. აი. სო აი ნახე. სხვა დრამატურგია. ო. ახალი გადაცემა და ეგრევე გადაგვაწყე, ხო? ბაცი კადი ზაუტანების ტიპსბუკე. სტუმარს დაურეკავ ხოლმე 4 საათი უნდა ყავი. რუხე ხულია. აი დავამთავროთ გადაცემა. ჩვენი ღამე ტატოსთან მარტო 4 საათი გავიდა? ო მე 4 საათი. რა ქვია გადაცემა? ვა, ისე მალე გავიდეთ, რო ვერ მიხვდი. აი, ხო ხედავ. ღამე ტატობაზი კაცეს და არა, ხო ვერ მიხვდი, რა. აი ხარ დავხედე საათს. სტუმარზე ადრე იღლება, ეგეთემ გაგიგია და ეძინება თო. რა სტუმარზე მიყავი, შეჭო 3 საათის მერე ვიღები. მე რა, აგერ მებო არ დაღლილა ძმაო, დღეს მუშაობდა კაცი რაღაცებს აკეთებდა. ეხლა ერთხელ მოდის, ბავშვ. შენ აყო ხვალაც ვარ გადაცემა შეჭმა? ყველასაბაც უძებია ყველაფერს. ბიჭო, ნახე. მოდი, შემოდი აქ, ამ დავამთავროთ გადაცემა, რა მარტო რო ვარ. დამოგანარული რო ხარი. ნახეთ ხალხო, აი, მე დავტრითი არის, აი. სპორტულებით არის მოსული გადაცემა. ეს გადაცემა. ჩაიკუნცხე აქ შეჭმა. ეს გადაცემა მეგობრებო, ახლა შენაც გქონდა ბოლო 9 საათი. არის ცალკე გადაცემა. ანუ ეს ხარო კარგად დაამონტაჟო, 3 კამერა გადაიღო და დადო. ეს არის ცალკე კონტენტია. просто ისე ვარ თქო, გაჭირებულები ვარ და ერთ-ერთი ფონზე ვიღებთ ორივე გადაცემა. არაფერი გაჭირებული შეხედე ამ ხელას ივწე შენ მარინდომებთ. შენ გინდა ამ გადაცემაში გახსნა გადაცემა და აჰა გავდივარ და მოგიწყე ნელ-ნელა კამერას დავამატებ და რაღაცა იქნება რა. სპონსორები არიან და მგონი მართლა დაიღალე. არა დავიღალე. მგონი კი არა. ეს ხდება გაუთავებლად. მე ერთხელ ვარ ხო აგდა. მე შემდეგ ორ საათს და მოვიდე და 4 საათი, ანუ ბიჭო, 2-დან 3 საათამდე მე მგონი რომ გადაცემა უნდა იყოს 2 საათი მაქსიმუმ ზოგადად. 3 საათი იმ შემთხვევაში უნდა იყოს თუ კარგად წავიდა 4 საათი. არ ვიცი. ეხლა მე ვიცი წინასწარმეტყველი გავხდები. ეხლა ვიღაცა ამის მერე ამ რანტის მერე ამის კომენტარში დაწერს რაღაცა სკალა თუ არ გეზარება წადი ვაფშე. წასული ვიყავი. მაგრამ დაგიწა. მე მეუბნებიან წადი ამას კეთო წადი. სალკე გააკეთო. მე მეუბნები შენ წადი მაგას აცადეო. აი ეს ესე უნდა მოსო. ხალხის იმას არ ეთვალისწინებს შენ ძმაო სულ. ხალხი არ არის ეგვით მაგას წერ შემი აზრით. ამას დაუწერეს ერთხელ რომ შენ ადგილას ყოფნას ამდენი ადამიანი ისურვებდა იცი გეგონება აქ დასვა ვიღაცამ ანუ მოიყვანეს აქა და დასვეს. ამორჩეული ისვა რა ქვია. პოლიტიკასები რო არიან. ტატოს გვერდით ყოფნა. ამ გადაცემაშიო რა ანუ გეგონება ამის და ერთად კი არ დავიწყეთ ესა გეგონება რომ ვიღაცამ მოიყვანა და დასვა რა. შევედი მე 80 კაცი ვარ და აი არც არჩევნებში სახეთ არ ვიყავი აი შევძვერი პარლამენტში და ვზივარი ჩემთვის და რომდენი 20-ზე მანდ იყოს რა დაახლოებით ეგეთი კანცი. მაგრამ გაგიმართლა კი. საცნობიერებთ როგორ გაგიმართლა? გამართლა სხვა შორის ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ ხა. ბევრ რამე ჩემითაც თქვენი რაღაცები. მეგობრებო, ჩვენი გადაცემა, ჩვენი რა ტატოს საავტორო გადაცემა. ბენეფისი. რომელსაც შეალია წელი თავის ახალგაზრდობა. და მეც გამართლა რომ პრიკოპში მოვხვდი და მეც მიმყავს თან ეს გადაცემა. დასასრულს უახლოვდება. საიდკიკი დასასრულს დასასრულს. ბეტმენი და ხო. მე კიდე ერთი რობინი ვარ ხვალ ზეგწევ ფრანგ გადაცემას מחარასი და ეს ზოგად რობინების ცხოვრება ძალიან რთულია. მებოს კი უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კარგი გადაცემა გამოვიდა. კი. ვერ გავიკე.
კი, მე 3 საათი ვერ გავიკეთე. ბოლო საათი ცოტა მე ყველანაირი იმის გარეშე გეტყვი, რა ქვია, პირფერობის გარეშე გეტყვი, ოღონდ მართლა 100% გულახდილად გეუბნები, ახლა კიდე 2 საათი რო გავაგრძელებიან 3 საათი, თანახმა ვიქნებოდი, იმიტომ რომ არ მეყო, მართლა. არ დამეძინებოდა ეს თუ გავგავდა არა, მე არ მეყო, მართლა არ მეყო. მაგიტო მალე ალბათ არა ტელევიზიაში კიდე უნდა მოგიწვიოთ ტელევიზიაში ხო არა ეგეთი ის ვიღაც ტილებს გამიგია რომ თქვენ რა კამერის ხამი და ოღონდ გადაცემა შეუშვი და რას ხო პირველ რიგში არ ეგეთი ტიპი არავინ აი კამერა არიან მე ვარ არა კაცო პროსტა პირველ რიგში თუ არ ვინმე თქო კითხე რა ესეთი გადაცემა კარგია იმიტომ რომ მე მაგალითად მეუნებია რომ 15 წუთი მაქვს დრო ხამას მაგასეუნებიან მაგრამ კლასიკით ხო და მე ვერ დავიკითხე მე ანუ დამჭრიან და მე დამჭრიან რა ანუ აუ რაღაცა ის თქვა რეკლამა უნდა გაუშვათ ამის ფერა რაღაც სხვა გადაცემა იწყება და რაღაცა მაგით არა აი ოქტოპუსის ეთერში ლაივ ეთერში დავამოწოთ late night გადაცემა და ცოტნემდე მან წაიყვანონ ვინმე და ტატო გჭრიან ცოტნე გჭრიან მიდის ასე ხო დროს დაამთავროს გადაცემა შეჭემა აი დროზე არა ჩემი აზრით დროზე ადრე ოღონდ ბოლო ხალხს კპარავთ დროს ეხლა რო ბოლო 15 წუთი შელაპარაკო ხო მოვიდა და დაიძა და დაიღალა